საიდუმლო. ექტანო, ოპერაცია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება? არ ვიცი, თქვენის ნებართვით. ღმერთო მოწყალე თვალით გადმოგხედე. ჩემი შვილი გადაარჩინე. ოპერაცია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება? ვინმე გამოვიდეს. რამე გვითხრა სტურგუთ? დამშვიდდი ბიძოლა. კუდრეთიც და ჩეთინიც ძლიერი ბიჭები არიან. მაშის წყალობით ამ განსაცდელსაც გაუძლებენ. რა თქმა უნდა, შეგიძლია მშვიდად იყო. ჩეთინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჩემ შვილს ავარია შეემთხვა. ნება მომეცით, განვიცადო მაინც. ჩვენც ისევე ვღელავთ კუდრეთზე, როგორც შენ ბიძოლა. ჩემი ძმა ასეთ მდგომარეობაში შენი შვილის გამოა. ეს არ დაგავიწყდეს. ყოველი ოპერაცია გარკვეული რისკის მომცველია. კუდრეთის გამო ძალიან წუხართ. ჩვენ რა დავაშავეთ? თუნდაც მართალი იყო, გაჩუმდი ესმა. უკვე საკმარისად განერვიულებულები ვართ. შვილო. ძმაო. ჩეთინ? გამოჯანმრთელებას გისურვებ, შვილო. ძმაო, კარგად ხარ? კარგად ვარ. მადლობა ღმერთს, კარგად ხარ, შვილო. მალე გამოჯანმრთელდები. რამე გტკივა? არა, არაფერი. ოპერაცია უკვე ჩამიტარდა? როგორ ჩაიარა? ექიმო, რა მდგომარეობაა? ჯერ ისევ ანესთეზიის ზემოქმედების ქვეშაა, მაგრამ დაისვენებს და გონსმოვა. ოპერაციამ როგორ ჩაიარა? სანერვიულო არაფერია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გამოჯანმრთელებას უსურვებ. გმადლობ. გმადლობ, უფალო. ჩემს ერთ-ერთ შვილს ბედმა გაუღიმა. კივილს ნუ განმაცდევინებ. დიდი იმედი მქონდა, რომ ქალბატონი ჰილალი თქვენს ცოლს დაარწმუნებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერაფერი გააცხო. მეგონა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მელდა კარიერის მაგივრად მიამირჩევდა, მაგრამ შევწდი. ჩემში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალიც კი გააქრო. ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. მე ასე არ ვფიქრობ. ჯერ არ უნდა დანებდეთ. შეიძლება ქალბატონ მელდას ისეთი შეხვედრა ქონდა, რომელსაც ვერაფრით გადადებდა. ამიტომაც ვერ მოვიდა და არა იმიტომ, რომ არ უყვარხართ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. როცა ქალბატონ მელდას არჩევანის გაკეთება უწევს, ის ყოველთვის სამსახურს ირჩევს. ამიერიდან ასევე აღარ გაგრძელდება. ჩემს ტანჯვას ბოლო უნდა მოეღოს. განქორწინების პროცესი წამოვიწყოთ, ბატონო ომერ. კი, მაგრამ ბატონო ომერ, ძალიან გთხოვთ. კარგი. ყოველ შევხვდებით და დავილაპარაკოთ. შვილო. კუდრეთ, ჩემო პატარა. კარგად ხარ, შვილო. ღვთის გულისათვის თვალები გაახილე. არ ინერვიულოთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. თქვენი შვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გამოჯანმრთელებას უსურვებ. მადლობა ღმერთს. ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა, ექიმო. გმადლობ, უფალო. ჩემ შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნე. მადლობა ღმერთს.
გამოჯამრთელებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. არ ინერვიულობთ, ხშირად შევამოწმებ, მაგრამ თუ გაიღვიძებს, შემატყობინეთ. კარგი. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. კუდრეთ შვილო. რომ იცოდე როგორ შემაშინე. ჩემო საყვარელო ბიჭო. მამა, შვილო? აქ ვარ ჩემო ლომა. მამა დამეხმარა. მამა. მე შენი შვილი ვარ. მამა. გაიგონე თურგუთ. კუდრეთ შენი სიყვარული სჭირდება. ვერ ხვდები? შვილი დახმარებას გთხოვს. ღვთის გულისათვის. დაეხმარე. ჩვენს ბიჭს ნუ ღარ დაჩაქრავ. ჩინარ. კუდრეთი როგორ არის? კარგად. ღვთის წყალობით მალე გამოჯამრთელდება. მადლობა ღმერთს. გმადლობ რომ სისხლით ჩააბარე. შენი მოვალეობა შეასრულე. აქ საქმე აღარ გაქვს. ჩეთინის ოპერაციაც წარმატებით დასრულდა. პირობა შეასრულე ჩინარ. ახლა შენი ჯერია. წადით ჩვენი ცხოვრებიდან. მეტ უბედურებას ნუ ღარ მოგვიტან. ღმერთო ჩემო, ავარია როგორ მოხდა? ზუსტად არ ვიცით. ქუჩაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. დეიდა აიშემ დაინახა და საავადმყოფოში წამოიყვანა. იმედია სერიოზული არაფერია. საოპერაციოდან ჯერ არ გამოუყვანიათ. წავალ გავიგებ რა ხდება. მაგრამ რამე ცუდი რომ მომხდარიყო ბიცოლა გვეტყოდა. დეიდა აიშე. კართან რატომ გახარ? შემოდი. გამოჯამრთელებას გისურვებ შვილო. როგორ ხარ? მადლობა ღმერთს, კარგად ვარ. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ჭრილობა ცოტა მტკივა, მაგრამ იმედია გამივლის. იმედია. იმის სათქმელად მოვედი, რომ კუდრეთი საოპერაციოდან გამოიყვანეს. როგორ არის? ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმმა თქვა, რომ მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მადლობა ღმერთს. თქვენი ნებართვით წავალ. და სამშვიდობებლად მოვედი. სად მიდიხარ? სახლში. წადი დეიდა აიშე. ჩვენ გამო ძალიან შეწუხდი. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ხართ, ეს ხომ იცით? ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ. მადლობელი იყავით, რომ ერთმანეთი გყავთ. იმედია ისეთივე იღბალი გექნებათ, როგორცაც თქვენი კეთილი გული იმსახურებს. დრო ისე სწრაფად გადის. ცხოვრება თვალის დახამხამებაში გაივლის. ამიტომ გულში წყენა არ ჩაიდოთ. კარგი? მხოლოდ კარგზე იფიქრეთ. კუდრეთი თქვენი ძმაა. შეიძლება კუდრეთმა შეცდომა დაუშვას. მაგრამ აპატიეთ. სულ გრძელობა გამოიჩინეთ. ახლა წავალ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ნახვამდის დეიდა აიშე. ნახვამდის დეიდა აიშე.
კარგად ხარ? რამე პრობლემა გაქვს? არა. რა პრობლემა უნდა მქონდეს? ჩემი შვილები ერთად არიან. ერთმანეთს მხარს უჭერენ. რადგან ამას მოვესწარი. ჩემზე ბედნიერი არავინაა ამ ქვეყნად. დარწმუნებული ხარ? თითქოს რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ მალავ. ვიცოლამ თავი ვერ შეიკავა და გაწყენინა არა? არა შვილი, კარგად ვარ. არი ნერვიულო. დაძმას მარტონ უნდა ტოვებ. პალატაში შედი. დედა აიშე. ჩემო ძვირფასო. გაიღვიძე? საერთოდ არ მძინებია. ნერვიულობდი. ნეტავს სახლში დარჩენილიყავი. ბიზიას მარტო არ დავტოვებ. უძილობისგან თვალები ჩაგიწითლდა. უძილობა ბავშვისთვის ძალიან საზიანოა. თუ არ დაიძინებ, ვერ გაიზრდები. მომიყევი ზღაპარი. კარგი. რომელი ზღაპარი? ის რომელიც არ ვიცი. კარგი. მრავალი წლის წინ შორეულ ქვეყანაში ერთი სამეფო იყო. მეფე ბედნიერად ცხოვრობდა დედოფალთან და სამ შვილთან ერთად. ერთ დღესაც ბოროტმა ჯადოქარმა, რომელსაც დედოფალი არ მოსწონდა, დედოფალს ისეთი რამ დააბრალა, რაც არ ჩაუდენია. მას 20 წელი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალმა თქვა მე არაფერი ჩამიდენია, უდანაშაულო ვარო, ვერაფერს გახდა. მისი უდანაშაულობა ვერავის დააჯერა. იგი სამ შვილს დააშორეს და დილეგში ჩაკეტეს. გულში შვილებთან დაშორების ტკივილით დედოფალი ელოდა იმ დღეს, როცა შვილებს კვლავ შეხვდებოდა. სასჯელის მოხდის შემდეგ შვილებს დაუბრუნდა? არა. სასჯელი რომ მოიხადა და ციხიდან გამოვიდა. გაიგო, რომ შვილებს მკვდარი ეგონათ. როგორც იქნა შვილები ნახა, მაგრამ მათ ვერ იცნეს. ესე იგი, შვილები ვერ დაიბრუნა? იმედია დაიბრუნებს. ის ყოველდღე ევედრება უფალს, რომ შვილების დაბრუნებაში დაეხმაროს. აქ ხარ? ვიფიქრე, დურუს დავხედავდი. ძინავს. შენს პატარაობას მახსენებს. შენც ასე გეძინა ხოლმე. წლების განმავლობაში შენს დაძმას დედობას ჩემ მაგივრად უწევდი. მაპატია შვილო.
თურქუთ, დღეს შვილის დაკარგვის შიში გამოვცადეთ. შეიძლება უფალმა საშუალება მოგცა, რომ ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ. გთხოვ. კუდრეთ საპატიე, დასრულდეს თქვენ შორის გაუგებრობა. კუდრეთი თავისი ცუდით თუ კარგით ჩვენი შვილია. ჩვენი სისხლი და ხორცი. მიუხედავად იმისა, რომ დავაგვიანე გონს მოვედი, არ ინერვიულო. ამიერიდან აღარასდროს ვეჩხუბები. აინახავ. ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. შევიდეთ? ცოტა ხნით სოფთა ჰაერზე გავალ. კუდრეთ. კარი გაიჯახუნე და წახვედი. ის ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებდი. იმ წამს ჯოჯოხეთად იქცა. შენი ხმა მენატრებოდა. შენს ოთახში მეძინა. საკუთარ სახლში მოსვენება დავკარგე. დედა. სად ვარ? ბოლოს მახსოვს, რომ მანქანა დამეჯახა. კარგად ხარ შვილო, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა. ამიერიდან მარტო არასდროს დაგტოვებ. წამითაც არ დაგშორდები შვილო. გამოჯანმრთელებას გისურვებ შვილო. როგორ ხარ? დედა. გისმენ შვილო. შენ გარდა არავინ შემაწოხოს. მინდა რომ მხოლოდ შენ იყო ჩემ გვერდით. კარგი შვილო. შენ გარდა არავინ შემაწოხოს. მინდა რომ მხოლოდ შენ იყო ჩემ გვერდით. მართალი ხარ შვილო. მე შენთვის არავინ ვარ. ჩემი უცოდველი გოგო. ღმერთმა დაგიფაროთ შენ და დედა შენი. ტკივილი და მწუხარება აღარ გამოგაცდებინოთ. ჩემი სეჰერი ბედნიერი უნდა იყოს. დედა აიშე, ეს რა არის? ცუდი არაფერია შვილო. შეგიძლია ეს წერილი დედას გადასცე. სხვას არავის აჩვენო. კარგი? კარგი. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ძვირფასო.
გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda.